სალამი, დღეს გეტყვით რა ჩამოვიტანე ესპანეთიდან და სად შეგიძლიათ ბარსელონაში იყიდოთ. გინდათ პარფიუმერია, გინდათ ტანსაცმელი, ინფორმატიული ვიდეო გამოვა და სულ გაინტერესებთ ვინც ბარსელონაში ხართ. ვიტყოდიო, ყველაზე მაგარი მაღაზია არის აი ეს. რეჯინა ქვია, პაცა დე გრაციაზია და ვიყიდე მანდ ვიყიდე განიმედი, მანდ ვიყიდე ტილია, კლაი კრისტიანის ჰედონისტი და ბოდიჩიას ბლუ საფირი. აბსოლუტურად ყველაფერი აქვს. ასევე აქვთ ორთოპარიზები, რაც ევროპაში არ ხდება, ორთოპარიზები არ არის. ბოდიჩიასი აქვთ ყველაფერი, აქვთ სერჟლუტენსები, ძალიან მაგარი მაღაზია ნიშების და ყველაფერი არის. ანუ ვისაც გინდათ, ბარსელონაში იყიდოთ პარფიუმერია, მიდით აუცილებლად მაგ მაღაზიაში. ეხლა რაც შეეხება, ესეც პასა დე გრაციაზია, ლუი ვიტონი, იქ ვიყიდე ეს იმიჯინეიშენი, ეს კი მქონდა, მაგრამ საოცარის უნამოა. აი ეს არის ახალი არომატი, პაციფიკ ჩილი და ეს საოცრებათან რაღაცა ისეთი მაგარი ლეღვია, აი საოცარის უნამოა, ამის აღწერა არ მიდევს და დავდებ აუცილებლად. ეს არის ჩემი ფავორიტი, afternoon swim-ი, საოცარია და უმაგრესის უნამოა, იმიტომ რომ საოცარი ციტრუსია, ნატურალური. ესეც ახალია, ეს არის ლუი ვიტონის Les Ables Rose. ეს ის ვარიანტია, რომ ვარდი არ მიყვარს, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვისხავს. სრული უნისექსია ხის ნოტებთან ერთად, აი საოცარი ვარდია რა. ეს კიდე მეტეორი ვთვლიო ყველაზე მამაკაცურის უნამოა, აი საოცარი სუნი აქვს და ნამდვილ მამაკაცო უნდა ეს ხას ისეთია, საბავშვო არ არის. და ეს კიდე ლიმესაიტი არის საუკეთესო არომატი აკვატიკურ არომატებს შორის. უმაგრესი არომატია. ფასები შეგიძლიათ თქვენთან ნახოთ, ეხლა ფასებს თუ ჩავამაწერინებთ, ერთადერთი ამის ფასი მახსოვს და 780 ევრო მივეცი და თვლიო ნორმალური ფასი, იმიტომ რომ გამოვიწერე ცოტა მეტი დამიჯდა კიდე და ბოდიჩი არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სუნამოა, ეს ორი სუნამოა, რომელიც ყველაზე მაგრა მიყვარს. ამაზე მაგარი სუნამოები ჩემთვის უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ყველაზე მდიდრული ჟღერადობის და ყველაზე მაგარი სუნამო. ეს კიდე საოცრად ლამაზი. ეხლა რაც შეეხება, ვისაც ტანსაცმელი გინდათ რა, ტანსაცმელი შეიძინოთ ბრენდების აუთლეტი. არის ეს სავაჭრო ცენტრია, ლაროსა ვილიჯი ესე ქვია, ანუ დავწერ ზუსტად სად არის, 25 კილომეტრია ბარსელონადან. ანუ ძალიან მალე 9 საათში ჩადიხარ და არის თითქმის ყველაფრის აუთლეტი. ხა ლუი ვიტონი და ჰერმესი არისო, ბარბერი, მონკლერი, დიზელი, ყველა ბრენდი არის როგორც იაფიანი, ასევე ძალიან ძვირიანი ბრენდები რა. და სიტყვაზე ვთქვათ, მონკლერის კურტკა დუტი თუღის 1500 ევრო, მანდ იყიდი 700-800 ევროთ. სათვალეებზეც მაგარი ფასდაკლება იყო, 400 ევროიანი სათვალეები 250 ევრო ღირდა. დიზელის ჯინსები იყო ძალიან ადეკვატურ ფასში, 120, 130 ევრო. საიძე რო შედიხარ 250-300 დოლარი ღირს. ასე რაღაცას აარჩევ, ცალკე პოლოც არის იაფიანი. მერე მან სავაჭრო ცენტრში სანამ შეხვალ შეესვლელისაც აი ცოტა ოდნავ იქით გზის იქით არის ნაიკის აუთლეტი ყველაზე დიდი. აი საოცარი ბუცები ვიყიდე, ჩემ მეგობარს ვიყიდე, რაღაც 50 ევრო ღირდა. ნაიკის ბოტასები 100-120 ევრო ტოპ მოდელები, ძალიან მაგარი ფასები იყო. ასე რომ პარფიუმერიას ყიდულობთ რეჯინაში, ვისაც გინდათ ბრენდების აუთლეტი, ამაზე იაფად ვერ ნახავთ რა. მილანშიც არის ვერსალი ქვია აუთლეტს და ისიც მაგარი აუთლეტია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ესპანეთის აუთლეტი არის სოფლიოში ყველაზე მაგარი აუთლეტი. ყველაფერია და მართლა ძალიან მაგარი ფასები. იმედია ჩემი ვიდეო დაგეხმარებათ და აბა
კარგ შოპინგს გისურვებთ, ვინც ესპანეთში ხართ და აბა კარგად ბრძანდებოდეთ.